მე დაიჭიროს ესა მოდი ნოე მოდი ფილოსოფ თუშობლობას ქუთაისელო აღსარებლებო ფილოსოფ ამოდა ეს არის ამ იძულებით ვაქცინაციას აპროტესტებენ სასულიერო პირი რომელიც შიმშილობა დაიწყო ამასთან დაკავშირებით ანუ ქუთაისში ეთყობა საერთოდ ფაქტურად ისეთი მდგომარეობა შექმნილი რომ იძულებას ახორციელებენ მოქალაქეებს არ აძლევენ იმის საშუალებას რომ გაერკვენ სიტუაციაში რა ხდება და რეალურად გადაწყვიტონ ღირს თუ არა ამ ვაქცინის გაკეთება საერთოდ და ასე შემდეგ. ანუ ძალდატანება მიმდინარეობს როგორც ფსიქოლოგიური, ასევე ფაქტორი სამსახურებიდან უშვებენ და იძულება ხდება. მამაო, მოგესალმებით, ხოთ წარუდგეთ ჩვენ საზოგადოებას და რამ გადაგაწყვეტიეთ ასეთი ნაბიჯი რომ გადაგედგათ ეს ეკლესიურად ცოტა ძიმე მისაღები გადაწყვეტილება არის სახელით და მისი წყალობით ვესალმები იმ ხალხს ვინც საქართველოსთვის და ქრისტიანობისთვის და მომავალი თავებისთვის ბრძოლობს ეს დღეს არ დაგვიწყია ეს მოძრაობა დავიწყეთ 2013 წლიდან სანამ დაიწყებოდა და ის მერე ახორციელებ გაროსნულ ცვლილებას რომ აი ვაქცინა და მედურობა შეაჩერო რადგან ბევრი ფაქტია რომ იღუპება ხალხი და მომავალი თაობები არ განადგურდეს ამიტომ ვარ გამოსული აქ შვილებისთვის მოვალთავებისთვის რომ არ დაიღუპა ავიკეთე სტატია რობერტ მელონის და თავად ამბობს რომ ვაქცინაცია გამყოფელი არის იტვერს ნადრევ სიკვდილს უშვილობას ასევე ტრომბს იტვერს და სხვა ავადებებს და მათი სისხლი რო დაჭირდეს მიმეს გადაცვა უვარგისი ხდება და ამიტომ ეს ახლა თუგი ადამიანმა დაიწყო შეჩერება ამის იყო გამოიწვეს გენოციდს და მომავალ თაობებში გამოიწვეს დიდ დაბადებებს და შეიძლება უშვილობასაც ვერ მოხდეს ამიტომ ეს გადაწყვიტე ეს სამი დღე ვფიქრობდი და ახლა დავდებდი შობელის წინაშე რომ აი უბრევლისთვის ერისთვის დავეწყო შიმშილობა და მიმართავ თავრობას ჯანდაცვის სამინისტროს და წმინდა სინოდს რომ კატეგორიულად დროულად გადაწყვიტონ ხისტად რომ ვაქცინა გაუხდეს არავით არის ნებაყოფლობით ჩვენი შვილებს ჩვენ ვერ ვეტყვით რომ სადაც ვიცით შხამი არის საქმეზე იმას უთხრათ რომ თავისუფალი ნება მიეცეს არამედ ჩვენ უნდა უთხრათ რომ რაც არის ამ ვაქცინაში ატამკუტარი ნივთიერებები არის შიგნით და ასე უნდა გადავარჩინოთ ვიწყებთ ეს შიმშილობას იქამდე სანამ ვაქცინა არ შეჩერდება რასაც წერ რასაც ამბობ იმას ვასრულებ და არა შლობა მარტო ვიქნებით ჩვენ სამრევლოსთან ვიქნებით ყოველთვის ვიბრძოლებ ჩვენი ბრევლის გადასარჩენად ერის გადასარჩენად და მინდა კიდევ გამოვიყენო თქვენი მეშვეობით 2 ოქტომბერს გეგმავთ ქუთაისში გაროსნულ ცვლილებას ვაქცინაციის წინააღმდეგ და მაგრამ ქართველები კი არა მოუწოდებ კავკასიას შემოერთდეს ამ საქმეში რომ კავკასია გადარჩეს ვაქცინით დაიღუპება მრავალი მოდღვა თაობები მაშინ რაღაც ვიდა ჩვენ საქართველოში ცხოვრობ და კავკასიაში ვიმართა რომ შემოგვიერთეთ ყველა რეგიონებიდან
2 ოქტომბერს და ასევე მინდა მზად არის ხალხი რომელებიც უარს ამბობს არ მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში არც ერთი არ იქნება გამარჯვებული ყველა იქნება დაგმობილი ნებისმიერი პოლიტიკური მოღვაწე იქნება თუ ხევანდელი მამო გამინდა გკითხოთ თბილისში ჩატარდა აქციები გუშინაც აქცია იყო საკმაოდ დიდი აქცია 24-ში 29-ში რა ვიცი ამ აქციებთან დაკავშირებით თქვენ საქმის კლუბში ხართ უერთდებით ამ აქციებს ანუ ზუსტად ერთი და იგივე მოთხოვნა არის და თუ ფიქრობთ რომ აი ერთობლივად უნდა ჩატარდეს ეს აქციები აი სპეციალისტები რო არა ექიმები მიკრობიოლოგები ვადენებთ ფარგორს ყველა გამოსვლებში ის გამოდის და აი ნებაყოფლობითი არ უნდა იყოს არამედ პირდაპირ ხისტი კითხე გადაწყვეტილება უნდა იყოს იმიტომ ეს არ არის ფეხსაცმელი იმიტომ არჩევანი გააკეთოს ან ასაცმელი ეს არის ადამიანის სიცოცხლე ყველა ერთად უნდა გაერთიანდეს იმ ხალხთან ერთად ვინც პროფესიონალია თავის საქმეში და ამ საქმეს მიყვება ჭეშმარიტები გამოძიების დაწყებას ითხოვენ თბილისში და თქვენ ეთანხმებით რომ გამოძიება დაიწყოს ამ COVID ფაშისტთან დაკავშირებით და შესაბამისად დამნაშავეები დაისაჯონ რა თქმა უნდა ხშირად მithავს ერის წინაშე ერის წინოსაც გარსულებს ტელევიზიას თუ ვინმე მონაწილეობს ხალხის გენოციდში ხალხის დაღუპვაში ის უმობაში მაშინ შევაჩვენა ის ხალხი ექიმი იქნება თუ თავრობის მოღვაწე ვინც ხალხის ბეძზე თამაშობს იმიტომ არ არის ეს პატარა საქმე ეს არის ადამიანის სულიერ სიცოცხლესა და სიკვდილს შორის არის საუბარი რომელიც დირექტის წინათ უძრასამეთკოლებია როგორც გირსი მაკაის მამა გაბრიელს და დღევანდელ ეპოქაში მამა ნიკოლოზი რომელიც დუმარებით ქადაგებს ამ სისტემის წინააღმდეგ ადლობა უხასრო საქართველოში არის ხალხი რომელსაც საქართველოს უყვარს და ქრისტესაზე მიყავს ადამიანი მადლობთ მამაო გილოცავთ დევანდელ დღეს და ის ყალობა არ მოკლებოდეს გილოცავთ ყველას და სრულიად საქართველოს ამ დიდ სასწაულს და თიშობელი იმედი რომელიც მოევლინა კაცობრიობას იყოს ყველას იმედი ხდელი ქართველების საქრისტიანოსი და მთელი კავკასიელების რა სიტყვებია რომ წავიკითხოთ ესა შიფშილობის ინფორმაცია და კიდევ გადავიდეთ მე აქ როგორც არის მეგობრები კიდევ გაგაზრიეროთ მე უკან დახევას არ ვაპირებ დამორჩილებას არ ვაპირებ არც სინოდის არც ავტარობის უბერტო სისტემის ბოლომდე მივდივარ იქ სადაც ქრისტე ერთი წამიწვება მე მივყოფი ქრისტე მერს და ისი ვერდით იქნებ არ დაუშვებ რომ ჩვენი შვილები დაღუპა მადლობთ აქციის იქნებ სინოდმა მიიღოს ახალი გადაწყვეტილება როგორ გონიათ ხო შესაძლებელი რომ დაფიქრდნენ პირდაპირ ხისტად უნდა იყოს გადაწყვეტილება ადამიანის სიცოცხლესა და ლაპარაკი სულიერ ცხოვრებაზე სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის რომ გაფრთხილდეს ერი რომ ეს არ არის პირდაპირ უნდა ითქვას რა აბა სულიერი საკითხი არ არისო რომ ამბობენ რა საშიშროება არის ამ ვაქცინაში უნდა ითქვას პირდაპირ თქვენ როგორ ფიქრობთ მამაო სულიერი საკითხი რატომ არ არის ეს საკითხი თუ კი ამდენი ხალხი წხრება სულიერი საკითხია რა თქმა უნდა რადგან ვერთმა შექმნა ადამიანი ხალი კაცი და მსგავსად და მაშინ სული ჩაბერა და ჩვენ ყველა
მარტი როგორც ხორციელი ისე სულიერიც შექმნილი არ ჩვენ გვალება არა მარტო ხორციელად არამედ სულიერადაც სრულობა იმ ადამიანებს ვისაც ებუქება დაღუპვა ანუ სიმართლე არის დაფარული და დიპლომატიზირებული ესე რომ ვთქვა ხო საქართველოს ვიყავს უცხოელისკენ ამას ხედვა პირველ რიგში გარე ძალები შიდა ძალები კიდევ ვამბობ და ხშირად დამიწერია რა შიგნით არიან ტროცკისტები შეპარული ინგლისთა ჯაშუშებიდან დაწყებული იგივე ტროცკისტები და ამას ხშირად ვწერ და ხშირად ვამბობ კიდევ დასაფარავი არ აქვს კიდევ ერის დაღუპვა არავის არ შეშება რა ეშველებ ახლა ამ საქმეს ერი თუ არ გამოფხიზლდა მამაო ერი უნდა გამოფხიზდეს უნდა აღდგეს კავკასია უნდა გაერთიანდეს კავკასია რამე დიდი კატაკლიზმები ხო არ გვემუქრება ისე ვერ ფხიზლდებით და ყველაფერი გვემო კატაკლიზმები უკვე როგორ ვილოცოთ ესე რომ იმაზე დიდი კატაკლიზმები არ არსებობს ადამიანის სულის დაღუპვისა აქ დაიწყება დიდი უბედურება ადამიანი რო დაიღუპება სულიერად ერთი სულით რომ დაიღუპოს ხო ერთი მთელი კატასტროფა მოყვება ერთი მართალი სულის დაღუპვით უფალი ყველას მოკითხავს ანუ ფაქტურად ერთს ახლა ძინავს ხო მამაო ქუთაისში თბილისში საქართველოში ეს კი არ ძინავს არამედ გარკვეული ძალები ახორციელებენ ხალხის გახლეჩვას შეკრებავენ იქ სადაც საჭირო არ არის იმ ძალას გამოასლიან იმ ხალხს სადაც საჭირო ძალა იქ არ მიყავთ ეს არის შეგნებულად გამოყენებული მამა ნიკოლოზი და პატრიარქი რო შეხვედროდა ერთმანეთს მე ჩვენც ერთ-ერთ პირველ აქციაზე გავაჟღერე ბაბო პირდაპირ აი ეს რომ მოხდეს ხო კარგი იქნებოდა ბაბო პირდაპირ პატრიარქი ყავს ყველობაში დღესდღეობით და პატრიარქის კურთავს არასრულებს მაშინ ერმა უნდა ერი უნდა ადგეს უნდა შეცვალოს საქართველოს ისტორია ეს ეპოქა იწყება ახალი ფუსლით ისტორია იწერება და მაშინ ვინ როგორ ჩაეწერება იქ იქნება ასახული ყველაფერი ჩანს უკვე ვინ არის ფაქტიურად ჩანს ყველაფერი გინდა ერი იყოს გინდა ბერი თავიანთი სიტყვები ამხილებს თითოეულ ადამიანს ეს არის პატრიოტობის თამაში შენიღბული პატრიოტობა რომელსაც ადრე თუ გვიან დაიწყო ისედაც მათი სახეების გამოჩენა ყველა იცის ვიზეც ლაპარაკობდა უკან დახევას არ ვაპირებს სანამ ცოცხალებმა ერთად ძალა მოხსეს მამო ერთად გააძლევს ყოველი ადამიანი ვინც ქრისტეში იმედს არ კარგავს და ხალხს ხის გვერდით დგას ყველა დალოცვილი იყოს ვინც უშიშად ამ ხელს ამ უღმერთო სისტემას ამ ტროცკისტებს ჩვენ არ ვაძალებთ ვითონ აკეთებთ ეს იწყება დიდი მადლობა მამო ამიტომ ხო კავკასია თუ რამე გექნება სათქმელი კიდე გითხარით კავკასიელებს ხო რომ შეიკრიბონ და კავკასია გაერთიანდეს ამაში არის საქართველოს დიდი ძალა და ზუსტად ალბათ იმ ტერიტორიებსაც იმიტომ დავიბრუნოთ მერე საბოლოოდ ამიტომ ამაში არის მთელი ძალა დავით აღმაშენებელმა სტრატეგია შეიმუშავა რომ ბიჭები ჩამოასახლა ამიტომ მისია მომავალი და მისია საქართველოსთან ჩვენ უნდა დავიცვათ სიტყვი უთუდო და გამოსვლა და მიეცი საშუალება თქვი აბა ამ ვაქცინაციაზე რა აზრი გაქვს თქვაც ეხან ძანა და არავინ არ უნდა გაიკეთოს ვაქცინა არც ერთხელაც არც ერთხელ არ უნდა გაიკეთოს მამა ხო შეწყდეს ეს ვაქცინა
არავინ არ უნდა გაიკეთოთ, არც ტესტი, არც ფაშისტი, არაფერი. ტესტირებაზე რა აზრი გაქვს? ტესტირება რაღაც დებილური რაღაც პლასმასურ რაღაცას ურტყელია. ხოჭების რაღაცები და ადამიანებს გამოასწერებენ და ეს პოლიციელებიც გვაძალებენ და თვითონაც უკეთია თვითმადე რა წესია დამპლები ესე. არ არც ხვედრიათ. გაიხარე. რა თქმა უნდა